ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარებული სერჟანტი გიორგი კიკაძე გარდაცვლილი იყო. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს მძიმე ფაქტი უნდა გახდეს მაგალითი საერთაშორისო მისიაში მონაწილე ყველა სამხედრო პირისთვის, რათა სხვა დროს გაუფრთხილებლობით აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედია. რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი სამხედრო უცნობია მიმდინარეობს გამოძიება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება დაღუპული ქართველი სამხედროს საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ჩვენი ვაჟკაცი სერჟანტი გიორგი კიკაძე, რომელიც 19 დეკემბერს დაიკარგა ავღანეთში და მას მერე მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. დღეს აღმოჩენილი იქნა მისი ცხედარი. ეს კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, გვაფხიზლებს ყველას. რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საერთაშორისო მისიაში მონაწილეებს. რამხელა სიფრთხილე, წინდა ხედულება და საბრძოლო გამოცდილება გვჭირდება იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები.